გესალმებით ყველას. დიდი მადლობა ამ თემით დაინტერესებისათვის. შეფასებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებაში, როგორც დასრულების, ისე მოზარდების და თითოეულმა ჩვენგანმა რო წარმოვიდგინოთ, როგორი მნიშვნელოვანია ის გარემო, რომელშიც ადამიანები არიან და ერთმანეთს აფასებენ, მაშინ მივხვდებით, რამხელა ხვედრითი წილი აქვს ადამიანის განვითარებაში საერთოდ აი ამ შეფასებას და პირველი ასოციაცია ალბათ მასწავლებელზე გვექნება, პედაგოგებზე და მშობლებზეც, რა თქმა უნდა, რას გვეუბნებიან ისინი, როგორ გვაფასებენ, რა კრიტერიუმებს იყენებენ და საერთოდ რა სისტემას, ხო? აი ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ჩვენს ქვეყანაში უკვე მრავალი წელია დანერგილი არის ეგრეთ წოდებული განმავითარებელი შეფასება, ალბათ ბევრს სმენია ამის შესახებ. განსაკუთრებით ეს არის ხოლმე დაწყებით საფეხურზე წარმოდგენილი, როდესაც ასე ეგრეთ წოდებული ნიშნები არ იწერება, თუმცა პედაგოგები რა თქმა უნდა აფასებენ მოსწავლეებს და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ კარგად გააგებინონ რა გამოუვიდათ და რა არ გამოუვიდათ. თუმცა აი აქ ასე ვთქვათ, იმალება ძაღლის თავი, იმიტომ რომ ურთულესი პროცესია განმავითარებელი შეფასება რაც დაიწყო ჩვენს ქვეყანაში უამრავი გადამზადება მოხდა და სხვადასხვა მიმართულებით ჩატარდა მასწავლებლების, თუმცა დღემდე ბევრი რამ გამოწვევად რჩება და მე შემიძლია ჩვენი კონკრეტულად ორგანიზაციის მაგალითი მოგიყვანოთ. ჩვენ გვაქვს ერთი ესეთი არაჩვეულებრივი პროექტი დებატები უკეთესი განათლებისთვის, სადაც დებატებს ვასწავლით არა იმიტომ, რომ მხოლოდ მჭერმეტყველები გამოვიდნენ და მხოლოდ კარგად კონსტრუქციულად იდებატონ ან ისაუბრონ, არამედ უამრავი სხვა ელემენტი გვაქვს ჩართული აქ და ერთ-ერთი ეს არის შეფასების სისტემა და ჩვენ მუშაობთ პედაგოგებთან იმაზე, თუ როგორ უნდა შეაფასონ ისე ახალგაზრდები, რომ მათ არა მხოლოდ რაღაცა კონკრეტული ქულები ან კონკრეტული რაღაც საკითხები გაიგონ თავის შესახებ, არამედ პიროვნულად განვითარდნენ და წინ წავიდნენ და ამაზე ასე ჩვენ მთელ მოდულსაც კი ვუთმობთ ხოლმე და შემდეგ გვაქვს ძალიან აქტიური ურთიერთობა თავად პედაგოგებთან, როდესაც უკვე მეცადინეობებს ატარებენ, ჩვენ გვაქვს ესეთი სუპერვიზირებები და სხვათა შორის წელს უკვე პროფესიული სასწავლებლების პედაგოგებით შემოგვიერთდნენ და ძალიან მიხარია, რომ იქაც უკვე კიდევ უფრო მეტად ხდება გაუმჯობესება სწავლების პროცესის და იქ ჩვენ უკვე ვაკვირდებით, როგორ იქცევა მასწავლებელი, როგორ იყენებს ამ ტექნიკას რეალობაში და ნუ აი ძალიან თავად მასწავლებლები ხშირად გვეუბნებიან, როგორ შეიცვალნენ ისინი საკუთარი საგნის სწავლების დროსაც და იმ სწავლებაშიც, რაშიც ჩვენ ყავს გადამზადებული და აი კონკრეტულად რას გულისხმობთ ასეთ შემთხვევაში. ძალიან ხშირად ყველას გაგახსენდებათ ფრაზა, როდესაც მასწავლებელი შეაქებს ან დატუქსავს, ასე ვთქვათ, მოსწავლეს. ხო, ყოჩაღ რა კარგად გამოგივიდა, ან ეს არაფრად არ ვარგოდა, ხო, ეს როგორ მოგივიდა, ხო, ესეთი შეფასებები არის ყველაზე ხშირად, რაც ყურში მოხვედრია, ხო? და თითქოს არაფერი ამაში არ არის დანაშაული, მასწავლებელი აბსოლუტურად მართალია, ქულად შეიძლება დაუწერა შესაბამისი და ვერაფერში ვერ შეედავები, მაგრამ რეალურად ასეთი სისტემატიური ტიპის შეფასებები არის სწორედ იმის საწინდარი, რომ წინსვლა და განვითარება უკვე ახალგაზრდების მოსწავლების განსაკუთრებით საერთოდ აღარ ხდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თუ მე როგორც მოზარდს ან როგორც ადამიანს, აი თქვენი თავი წარმოიდგინეთ, ზუსტად არ მეცოდინება რა არის ჩემი ძლიერი მხარეები, ყოჩაღი რაში ვარ, ყველაფერში ყოჩაღი ხო ვერ ვიქნებ, რაღაცა უკეთ გამომივიდა. თუ ხაზგასმა არ მოხდება იმის, რა იყო ის უკეთესი, რაც მე შევძელი, რა გამომივიდა დღეს განსაკუთრებულად უკეთ ვიდრე გუშინ და რა არის ის, რაც უნდა გავაუმჯობესო და არა ის, რომ ეს ცუდი იყო ან არ ვარგოდა, ამის გარეშე მე წინ ვერ მივდივარ. და ხშირად ჩვენ ვამბობთ ხოლმე და ყველა კვლევა ამას ადასტურებს კიდევაც, რომ განსაზღვრელი, ანუ განმავითარებელი საწინააღმდეგო, განსაზღვრელი უკომენტარო შეფასებები ან ძალიან განზოგადებული შეფასებები, როგორც წარჩინებულ, ისე არაწარჩინებულ მოზარდებზე ცუდ ზეგავლენას ახდენს. და ზოგადად ეს იწვევს, შეიძლება ითქვას, აი სწავლის პერიოდში, რადგან მასწავლებელი აფასებს მოსწავლეს და მასზე არის რაღაცნაირად ორიენტირებული მოსწავლე, რომ თუ რაღაც კარგად გამოუვიდა, ესე იგი მან სხვამ უნდა უთხრას და თავის თავზე ნაკლებად აქ შეიძლება ორიენტირი, რომ თვითონ უნდა მიხვდეს სად რა აქვს განსასწორებელი, ყოველთვის თითქოს სხვა ეუბნება ცუდსაც და კარგსაც. ეს მე ახდენს ასე რომ ვთქვათ, საზოგადოების ესე რომ ვთქვათ, დიდ ნაწილზე გავლენას, ან როცა უკვე ზრდასრულები ვართ, ჩვენ იქიდან ვიღებთ არასწორ ესე რომ ვთქვათ, სიგნალს, რომ რაღაც შესაძლებელი არის. ეს ძალიან კარგი სიტყვა. კი, იცით რა, ასეთ დროს ჩვენ ვითარდებით ასეთ გარემოში და შესაბამისად ყალიბდებით ძალიან დამოკიდებულ პერსონებად, როდესაც ხმების შეფასებაზე ვართ ძალიან დამოკიდებული.
ეს არის ერთი კიდევ მნიშვნელოვანი მხარე და ამასაც ბიძგს აძლევს ის, რომ მე არ ვიცი რა გამომივიდა. და რადგან მე არ ვიცი, მე ზუსტად ვიცი, რომ მასწავლებელმა დამიწერა რა ვიცი 7-იანი ან 10-იანი და ახლა მინდა სხვამაც რაღაც ასეთი გააკეთოს და მომავალშიც ყველა ჯერზე რაღაცა შეფასება მომცეს, თორე წარმოდგენა არ მაქვს რა გამომივიდა კარგად და რა გამომივიდა ცუდად. ამიტომ ყველაზე ხშირად ჩვენ პედაგოგებთან ამაზე ვმუშაობთ ხოლმე და ნამდვილად ძალიან ადვილად ახერხებენ ამ ინსტრუმენტის გამოყენებას. აი ხა ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ძალიან დიდი გამოწვევები აქვს, ბევრი ბავშვი ყავთ საკლასო ოთახში, ბევრი გაკვეთილი აქვს მასწავლებელს ჩასატარებელი, უამრავი სხვა გამოწვევა აქვს, ამაზე აქ ახლა ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ თუ ის დაინახავს მნიშვნელობას და საჭიროებას ასეთი ტიპის შეფასების, სადაც ის ძალიან კონკრეტულად ეუბნება კონკრეტულად რა გამოვიდა, ანუ აი ძალიან კარგად მოახერხერო დღეს გამართულად ლექსი თქვი და ამაში ხარ ყოჩაღი. და მე შეგიძლია გააგზავნო, თუმცა უკეთესი იქნებოდა, რომ თხრობის დროსაც აი რაღაცა ეს დაგეცვა მანერა, ამ თქვათ იგივე ასე ხაპასხუპით არ მოგეყოლა. ანუ აი ძალიან კონკრეტულად ეუბნები თითოეულ ბავშვს და ჯობია ეს დრო გადანაწილდეს თითოეული ბავშვისთვის კვირის განმავლობაში, როდესაც დიდი კლასებია, ვიდრე სასწრაფო სისტემით მოხდეს შეფასება განმსაზღვრელი მხოლოდ ქულებით, ან მხოლოდ ყოჩა, კარგი, აბა შემდეგი და ყველასი ერთდროულად, ხო, იმიტომ რომ მასწავლებელი თავადაც ვერ ხედავს ამას თუ ვინმე მესეც არ დაანახა, ხო, კარგად და ისთან ჩვენ ისევ პოსტსაბჭოთა გადმონაშთი გვაქვს ჩვენ სისტემაში და ისევ იმას მიუყვებით ინერციით, ნებსით თუ უნებლიეთ, რომ ისეთი სახით ვაფასებთ და ვექცევით მოზარდებს, როგორც უწინ იყო და ამ შემთხვევაში ამას ნამდვილად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე მაინტერესებს, როგორ უნდა დაიცვას მასწავლებელმა ან მშობელმა ოქროს შუალედი. როგორ უნდა მიაწოდოს მას შეფასება, აი ისე რომ დაუშვათ უარყოფითი შეფასება. როგორ უნდა მიაწოდოს ისე რომ ამან არ მიაკა, ზეგავლენა არ იმოქმედოს მასზე ნეგატიურად. რა თქმა უნდა, აქ მე ხშირად ჩვენ გვეკითხებიან ხოლმე, არც ერთ შემთხვევაში ჩვენ თანახმა არ ვართ, რომ არასწორად შეაფასონ მოზარდები ან ატარები განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე, იმიტომ რომ არ დავსტრესოთ ან მოუფრთხილდეთ. არავითარ შემთხვევაში მასწავლებელი ზუსტად ისეთივე სამართლიანი უნდა დარჩეს, როგორიც იყო. ზუსტად ისევე უნდა ხედავდეს და აღიქვამდეს სწორს და არასწორს, როდესაც აკეთებს მოსწავლე თუ სტუდენტი, როგორც მანამდე, უბრალოდ აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონცენტრირდეთ კონკრეტულ მიღწევებზე და კონკრეტულ ხარვეზებზე. და აი როდესაც თქვენ ამბობთ, რომ აი როგორ უთხრას ოქროს შუალედსაც კი არ ვეძახით, ამას ვეძახით რაღაცა სტილს, ფორმას, როგორც მიმართავენ, ასე ვთქვათ, პედაგოგები და უკავშირის მეთოდი არის, ამაზე ცალკე ტრენინგებს ვატარებთ ხოლმე. ეს სიტყვა ყველასათვის კარგად ცნობილი კი არის, მაგრამ აი რა იგულისხმება, ეს ცალკე სადაო საკითხია და აქ იგულისხმება ის, რომ აუცილებლად პოზიტიურად უნდა შეაფასოთ, გამოყოთ ის პოზიტიური დეტალები. ხშირად თუ პატარა ჯგუფი არის კლასის, ასე ვთქვათ, იქ შეიძლება მონაწილეები იყვნენ თვითონ კლასის მოსწავლეები, სადაც კონკრეტულად ეუბნებიან, რომ აი ეს რა კარგად გამოგივიდა, აი ამაში რა ყოჩაღი იყავი და აღმოჩნდება, რომ 1, 5, 6 ელემენტია, რომლითაც შეიძლება რომ შეფასდეს. და შემდეგ უკვე ეუბნებიან რეკომენდაციას და ჩვენ ხშირად ასევე ვეძახით ხოლმე, რომ რეკომენდაცია გაუწიეთ და არა მიახალოთ, რომ ეს ცუდი იყო და რაც ყველაზე მთავარია, პერსონას არ უნდა შეეხოთ განსაკუთრებით, როდესაც შეცდომას უშვებს და ის უნდა მიუთითოთ. თქვენ ეუბნებით, რომ ეს არ გამოვიდა ახლა კარგად, ან სხვა დროს უკეთესად გამოგდიოდა, ან მომავალში კარგი იქნებოდა, რომ აი ეს შეგეცვალა, ან ალბათ რაღაც ვერ მოგიხერხდა და ეს იმიტომ ვერ დაწერე, ან ვერ მოამზადე. ანუ ყველა შემთხვევაში პიროვნებას კი არ ეხები, რომ რა სულელი ხარ, ან როგორ არ გამოგივიდა, ან ეს რა საკეთებ, ანუ შენ როგორც პიროვნება, არამედ რაღაცა ის კონკრეტული მომენტი ქმედება ამ შემთხვევაში არ იყოს ათანადოდ შესრულებული და თუ მე ამას ეს მესმის მუდმივად ასე წვეთად, მე უკვე აღარც ის გამოწვევა მაქვს, რომ მუდმივად დამოკიდებული ვიყო სხვების შეფასებაზე, იმიტომ რომ მე ზუსტად ვიცი რა გამომდის კარგად და სად მაქვს რაღაც გასაუმჯობესებელი ხოლმე. და ასევე მე არ მეკიდება რაღაცა იალიყი, რომ აი მე ვარ წარჩინებული, აი წარჩინებული მოსწავლეებიც გაიხსენეთ თქვენ თავიც და თქვენ გარშემოც, სულ რო უმაღლეს ქულებს იღებდნენ, ისე რომ არავინ აღარ ეკითხებოდა. რეალურად ხო არც ისინი აღარ ვითარდებოდნენ. ისევე როგორც გავიხსენოთ ყველა თანაკლასელები, რომელთაც ცუდი შეფასებები ჰქონდათ და მერე რამდენს მიაღწიეს, ხშირად რომ ამბობენ ხოლმე, იმიტომ რომ სკოლაში ჩამოკიდეს აი ეს იარლიკი, რომ აი ის არის წარუმატებელი, წარჩინებული არ არის და აი ხლა ეს რას ისწავლიდა, ხო? აი ამიტომ აი ესეთი
რომ თავიდან ავიცილოთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ესეთი მეთოდები გამოვიყენოთ. რადგან ცოტა დრო დაგვრჩა რაღაცნაირად შემაჯამებლად და მე მაინტერესებს კიდევ ერთი საკითხი, რამდენად სწორია საჯაროდ შეფასება მოზარდის. თუ ეს შეფასება უნდა მივაწოდოთ ინდივიდუალურად. ეს ძალიან რთული კითხვაა, რა თქმა უნდა, გააჩნია რა შემთხვევაში და ძალიან კარგად უნდა დაიცვან. მინდა გითხრათ, რომ პედაგოგები როგორც წესი ნაკლებად უშვებენ მათ შეცდომებს და ძალიან ზუსტად იციან ის საზღვრები, რომ სასკოლო გარემოში, საკლასო ოთახში არა ვთქვათ 5 კლასის წინაშე ვთქვათ, ან არა სამასწავლებლოში, ну გააჩნია ხარ შემთხვევაში, მაგრამ განსაკუთრებით როდესაც რეკომენდაციას ან რაღაცა შეცდომაზე მითითებას ახდენს, მაგრამ შექება შეიძლება პირიქით დიდ აუდიტორიაში ჯობდეს, იმიტომ რომ წამახალისებელი მიდგომა არის მთავარი ბიძგი და მოტივატორი, რომ შენ წინ წახვიდე და განვითარდე. და ნებისმიერი შეფასება ემსახურება მხოლოდ იმას, რომ განვითარდეს, ხო ის ადამიანი და აი ამიტომ ჩვენ სულ პედაგოგებთან პირველ რიგში ამაზე ვიწყებთ ხოლმე მუშაობას, რომ რატომ აფასებ? მარტო იმიტომ ხო რომ შენ ზუსტად იცი რომ ეს ამდენ ქულიანია, ის იმდენ ქულიანი, იმიტომ რომ ესა თუ ის მოსწავლე შემდეგ წინ წავიდეს, შემდეგი ნაბიჯი გადადგას და თუ ეს შეფასება სათანადო არ იქნება, ის არც კი მიიღებს აი ამ შენ არც ქულებს და არც ასეთ ზოგად განზოგადებულ შეფასებებს. და შედარება სხვასთან. ეგ არის ყველაზე ცუდი რამე, რაც შეიძლება გააკეთოს. ის კი. დაწყებითი მასწავლებელი ასე აკეთებდა ხოლმე, რომ აი კაი თქვენ კარგი, მაგრამ აი კეთი ძალიან კარგი გოგოა და მან თქვენ აგეშველებათ არ ვიცი და ამას უკვე ეშველა. ეს არ შეიძლება არც ერთ ეს ისე პერსონას ვეხებით, ხვდებით? ანუ არავითარი პერსონიფიკაცია არ უნდა ხდებოდეს ასეთ დროს. არც წარმატების ან კარჩინებლად აი ეს არის კარგი რომ რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ოროსანი გამოვიდა საბოლოო ჯამში. ხო, რა თქმა უნდა, ამიტომ ყველაფერს ეს პირობითი იყო ის სახელიც და ვფიქრობ ეს რჩევები გავითვალისწინოთ არა მხოლოდ ბავშვებთან, ასევე ბავშვებთან, იმიტომ რომ საფუძველი ეყრებათ, მე რა თქმა უნდა, ხო მე რასაც საუბრობდი, იმიტომ ვამბობდი, რომ მინდა რომ ყველამ წარმოედგინოს თავის თავზე, ჩვენ ძალიან მწვავედ რეაგირებთ ადამიანების შეფასებებზე, ხო, იმიტომ რომ სოციალურ გარემოში ვართ, სოციალური არსებები ვართ, როგორც ჩვენ ბრძანეთ და ამიტომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან დიდი მადლობა მარიამ განათლების რუბრიკის. საინტერესო რეკომენდაციები მივიღეთ. გამონაკლისი იყო ის, რომ განათლების რუბრიკა დღეს არა მხოლოდ განათლების, არამედ ზოგადად ფსიქოლოგიური პატარა ის გამოგვივიდა. რჩევების, ხო, პრინციპში ძალიან დიდი მადლობა მოკლედ ამ ამბის წარდგენისთვის ჩვენი მაყურებელს კი შევახსენოთ, რომ თინათინ ცერცვაძე ფსიქოლოგი იყო ჩვენი განათლების პირველი ნაწილის სტუმარი.